სიყვარულით სამუდამო თორბულს თუ შეაერთე ცხოვრებაში პრობლემების დავიწყებით გაერთეთ არ გამოვჩეთ ლიგანიკა დაივიწყეთ პოლიტიკა ნიკა გაიყვეწე შენ ტელეფონი რეკავს უპასუხე რა არ უპასუხებ მე მაგურჯულოს ვაიმე რა იცი ხა რა ურჯულო რეკავს მაგრამ ერთი რო წამდეს ამ დროს რა დროს პასუხე ой მედენა ой მამა შენი ყოფილა მამა ჩემი ხომ მშვიდობა ანეტა დიახ ბატონო მალხას არა როგორ გეკადრებათ რამ ძინავს კაცო ვის ძინავს დილის 8 საათზე ნორმალური კი არა ვარ დიახ სანადიროთ ხო მახსოვს კი მაგრამ მე იმაზე უფრო ნერვი ვვლობ დათვებარი ქეიფო ჩვენ წვადებს კი წამოვიდოდი მაგრამ თოფი რო არა მაქვს მოიცა მაგას ჟანგბაძე ხო არა დათვი შეერთებული და გადაუკეტავთ როგორ დამოვკლათ რა ვიცი გამეცინა ბატონო მახას კარგით დიახ აჰა კი და თქვენ როდის გამოივლით არ იჩქაროთ რა იქნებ გამოვიძინ მე არა დათვი თვითონ მაგათ თვითონ ძილი აკლიოთ და კარგით შემიძლია რაო რემბო რა ხდება რა უნდა კაცო რას გადამეკიდა ეგ კაცი რა აქ მე არ მაძინებს სახში და იქიდე დაც ბუნაგში რა აღარ შემიძლია რა და როდის მოვა მამა ჩემი მალე მოვა რა ვიცი მე იარაღს ავიღებ და მოვეთრევიო რა იარაღს ხომ მშვიდობა რა ვიცი რაღაც შეურაცხყოფა მივიყენებია და რას ბრუკაზე მიდივარ სადამ შენ რა ყველაფერში მამა შენს გავხარვე სანადირო თოფი არ უნდა იარაღი თუ წყიბურდით უნდა დავერიოთ იმღერა დათვს აუ ნიკა მეშინია კაი გაჩედეთ კაცო შენ არ გეშინია რა მეშინია კაცო მე მეშინია ეგ ასამა ეს უნდა მეშინოდეს მეშინია რა ეხლა შენ როგორ ფიქრობ მეშინია მე ვფიქრობ რომ კი ვერაფერს ვერ გამოგაპარებს კაცი პირდაპირ ნიკა იარაღი რო გაგივარდეს მე რა უნდა რო არ გამივარდეს ძალით დავაგდებ კაცო რა სიკვდილად მინდა ეს თოფი რას გადამეკიდა ეს მამა არ მინდა კაცო სანადიროთ ცოტა რა გამარებო რა თავი რა და პირდაპირ მწვადებზე რომ მიცუნცულდე საერთოდ ჭამა არ გამაგონო რა ჭამა და ისა მაჩვის ჩაქაფულები და ის არ მინდა რა საერთოდ და მიდი რამე გაამზადე ნერვებაზე მომშივდა ცოტა კაცო აი რა გეშველება რა უნდა კაცო ამ კაცს რა უნდა რა ნიკა გინადირია როდესმე იქ კაცო ერთხელ სინდიოფალა მოვინადირი ეგ რომელია აუ იცი რომელია ეგ აი ხო პატარა ესეთი საყვარელი ქერა ქერა მე ვარ ხო გუნდ კუდი გაკლია პროსტა რა მე რა საყვარელი ხარ დევში მომე რა აუ ნიკა არ წახვიდე რა და თუ ხორცი გინდა ჩადი და მაღაზიაში იყიდე ხორცი შეიძლება მაღაზიაში იყიდო მაგრამ კაცობას ვერ იყიდი მაღაზიაში მე და როგორ გამომივიდა უნდა დავიმახსოვრე სადღეღში ვიტყვი ხოლმე მე აუ მართლა მეშინია მე ნუ გაშინია კაცო ცხოველებს მაგრამ უყვარ მე მოიცა ჩემზე მეტად უყვარ ხარ ეხა ცხოველებს სხვათა შორის ხო ბაჭიაც ცხოველია რო იცოდო და რომ ვერ მოარტყა და გამოგეკიდოს მე რა შვები დავაწვევი ეგრევე გავიქცევი რა კაცო დათვს გაასწრებ ვერ ხედავ დიკაპრიოს რა უქნა დათმა მაგრამ იქნებ შენს გაგიმართლოს და დათვის ხორცი თუ არა ერთი ოსკარი მაინც მოიტანოს სახში რა იცი რაში გამოგვადგება ვარიანტი არ არის ვერ დამეწევა გავასწრებ თუ გეუბნები დათვს გაასწრებ დათვს თუ არ მამაჩას ხო გავასწრებ კაცო და მე რაც უნდა ისიქნა აუ ნიკა მართლა მეშინია ნუ გეშინია მეთქი კაცო გეუბნები რო არ წახვიდე არ შეიძლება არ გამოვა რა უხერხულია გეუბნები რა კარგი რა გეხოცები ქათამი არ დაგიკლავს ცხოვრებაში ახალ წელს მინდა კრე სოფელში
აუ ხო, ორი სასწრაფო გამოვიძახეთ, გულისე დღეში გქონდა. და იმ ქათამმა კიდე უარა წრეები სახსად რის დავიჭირეთ. ვინ დაიჭირა მერე? ჩემმა ძმამ. აუ, შენი ძმა მოყავს მამაში, ეს არ შეიძლება ნელი ხალხი მჭირდება ეხა მეიქ რა. ხო და ეგენი წავიდნენ და შენ დარჩი. არ გადმოხვიდე მანქანიდან. მამაშენს რამე მოუვიდეს რა ვქნა მე? აუ შენ თუ არ იქნები, მამა ჩემს არაფერი არ მოუვა. ან თოფი გაგივარდეს, ან რა ვიცი, ნიკა მართლა მეშინია. და კიდე ვინ მოდის თქვენთან ერთად? რა ვიცი, მეთქი ჩემ თანამშრომლებს და წამოვლინე რა. მოიცა, შენ და მამა ჩემი მიდიხართ მარტო? წამოდი შენც. მე? აუ სროლა რო ვიცოდე, მართლა წამოვიდოდი, ისე მაინტერესებს შენი ნადირობა. სროლა არ დაგჭირდება შენ. რატო ვითომ? იმიტომ რომ შენ წაგიყვანთ ძაღლად რა, აი ძაღლად. იქნები, იმიტომ რომ ყნოს ვაგა კარგი, გაიგე 50 მეტრში გზნობს 100 მეტრში. აი, აუ დამაგია. ნუქსანი წავიყვანოთ. ეს 70 მეტრში გზნობს საჭმელი მზად არის თუ არა, გამარჯობა თუ არა. წამოყვარ შენ. სანადიროდ მივდივარ დაფის. ეს სუსტა ფილოსოფია ხვედრებთ. გაზრდაგი დაჩემე თუ რა რაზეა საკმაოდ რა. წევრებოდი. რა დასაბობდი სადმე ხავარ? ზათზე მივდივარ თქო სანადიროდ და წამოყვარ. არა, წამაგე უბრალოდ. და ეს სადმე დიხარ? რაჭაში? არა კაცო რაჭაში ორია რა გუნდა რაჭაში. აბა სამეგრელოში? არა რა სამეგრელოში თუნდაც მახარ კაცო. აბა დავდგები 4-ზე და მესროლეთ მე. არა, მანასადი მიხარ. აგერ კოჯორში ავალთ და დავხოცავ დათვეს. კოჯორში რა უნდა ბიჭო დათ. ბიჭო, ქალაქის ცენტრია ზოოპარკი და იქ არის დათვი და იქ არ იქნება კოჯორში. კაი, კოჯრულა დათვი. ბიჭო, მასეთუა კოჯრამდე თუა ჩამოსული აცადე, მაგრამ რომ მოვა უბანში. ფანჯიდან ესვი, მაგრამ. ჯობია. მამაში რამ გადარია ის. აუ რა ვიცი რა, მთელი ცხოვრება ნადირობს. ეგ კი არა თბილისის მაგის აღმოჩენილია, მე მგონი მე გორგასას დააბრალა. ბიჭო, დაურეკავ რა ლევანჩიკას და წამოდი, მაგრა გაგვისწორდება რა. თქვენ კი გაგისწორდებათ, მაგრამ ახლა მე მკითხე. მაიცა. აიცა მაგადოს გავატარებ. ძალიან. ბიჭო, ლევანჩიკ, სანადიროდ წამოყვარ? სანადიროდ. სანადიროდ. ეუ, ამას ტოფი გაუვარდა ბიჭო, ყურთან და არის მისი მისმერე. ხოს. სანადიროდ მივდივართ. სანადიროდ. ხო, მეორე ყურზე მიიდე მეორე ყურზე, რა გჭირს ვერ გავიგე. ეს ვინ არის რა, თუ ჩემი ძმა ხარ რა. დაანებე მაკაც თავი, გინდა რომ სულ დააყრუო? ბიჭო, თოფი იქნება, რა გაატრაკე შენ საქმე. თოფი რაში დაჭირდება დავგეს. თქვენი საცდაობით, რო დაგინახავ, დათვის რაც კი მოგდება და. აბა შენ ახლა, კაი, გამანებე კაცო თავი. ხო, სულხან. ხო, როგორ ახარ? რა ვიცი, მე კი ვარ დათვივით. ხო, ბუნაკში ვზივარ და სიკვდილს ველოდები. ბიჭო, სანადიროდ მივდივარ და ხო წამოხვალ. ალო. სულხან. ვალო. რა ჭირს ამ ტელეფონს გავგიზდი რატო? ტელეფონს კი არა შენ რა გჭირს მართლა რა. ვერ უნდა მიხვდე რომ არავის არ უნდა წამოსვლა. რა არის ბიჭო, სანადიროდ მოდიხარ თუ რეზერვში? რა არის ბიჭო, რა უბედურებაა რა, დილაუთენია დარეკვა რა. შენ რა მითხარიცი? რეზერვში თუ ხარ მართლა ნამყოფი. ჯავარა ვარ. სროლას გასწავლინე? სროლას მასწავლინე კი არა 10-დან 9-ს ვარტყავდი 10-იანში. ძალიან კარგი. ხო ბოლომდე გაიარე? არა, გამომაგდეს. უი. რატო ბიჭო? ბიჭო, 10-იანში კი ვარტყავდი, მაგრამ რო დაუმიზნებდი სხვის 10-იანს ვარტყავდი. ესე ხო ჩამეძინებოდა. და ეს მიზანი წაიღებდა და იმის სამიზნის 10-იანში ვარტყავდი მე. მომძანით. ვიც სავალკოვნიკი შონია. რიგითი მოდებაძე. ვიც სავალკოვნიკი შონია. მე ბრძოლი გელაშვილი. თავისუფლად. ვიც სავალკოვნიკი შონია. ვიცე-პოლკოვნიკოვნა შონია. თავისუფლად. დავწადით ბატონო შონია.
რა მინდა გითხართ? დიახ. ახლა ასეთი მობილიზაცია რომ გამოვაცხადეთ. დიახ. დათვი იქნება. გადაუმოწმებელი ინფორმაციით წაგიყვანდით მე თქვენს. დათვი? დათვიც იქნება. ღვინოც იქნება. წვადიც იქნება. ჩაკაფულიც იქნება, ოსტრიც იქნება და ბაჟეც. დათვი თუ არ იქნება, ამ ჩემპეხი. ეწავეთ ახლა. წავედით. მოიცადე, სად მიდიხართ? ხაჭაპურებს დავაცხობ და მერე წადით. ხაჭაპურით რანაირად უნდა გამოვიტყოთ ბუნაგიდან დათვი. იქნება სხვა რამე მოვიფიქრე. თopი თუ წამოიღეთ მე და ლევანჩიკასთვის. ჰა? ესეც მოდის. არა ბიჭო, აღომზე მიდის და იმისთვის ჭირდება. იარაღი მაქვს ისეთი. აჰა. ტაოკლარჯეთ სამიღებ. აი, წავედით აბა. იმედი რა, შედეგაც. მინდოდა მე თქვა დიდ ქართველობა მოუწყო თურქებს თქო. გაი, წამოდი. წავედით. აბა შენიც ხალი შენ ხარ კაციც. აჰა, შეფ. წადი და ითამაშე. წადი. ვა! იარაღის ხმარება ხო იჩენა? მე ვაკის პარკში ყველაზე ფუნფულა და დიდი სათამაშო მოვიდა. რა? აი, ფუნფულა ბაჭია. ხო და ახაც დიდი და ფუნფულა იქნება, მაგრამ ცოტა ბრაზიანი, აჰა. აი მე ჩილად. ტელტერფიანი რო ვარ, მაინც უნდა წამოვიდე. პირველად მოდიხარ სადადიროთ ბიჭო? მე? ხო. შეიძლება. გაგინდა. მოდი რა, ამას მე დავიჭერ. ეი. თითქმის პირველად ვარ რა. ხო. აჰა. ტოპი გაკ. მაქვს. ხო. ეხლა მომისმინე. აჰა. დათვი დაინახავ. აჰა. გააყოლე ეგ ტოპი. აჰა. გააყოლე. რო შემოხედავს დათვი. ჩვენსკენ მოასწავლე. მოვიცა კაცო, მე მარტო უნდა ვიყო. არა, ერთად ვიქნებით ნომერში. სასტუმროდან როგორ უნდა მოვკლათ? ფანჯრიდან. მახომ ნაკვალები ვიპოვე და იჩქარეთო. აჰა, ნაკვალი. აჰა. რა ნაკვალები და აქედან უნდა წავიდეთ სათაფლიაში დასათვალიერებლად. აჰა. და მე იქიდან სანადიროთ. რაღაცა შენი ფერი არ მომწონს ისე. ხო არ გეშინია ბიჭო. მაკიაჟი მაქვს ეგეთი რა. მომისმინე. დიახ. დათმა ბღავილი თუ დაიწყო, არ შეგეშინდეს ბიჭო. იმხანა ნუგზარი ბღავის იმის არ მეშინია და დათვა რა. ცირა არის რომ სამი თვეა ეს დათვი. ბუნაგიდან არ გამოსულა და გამოიზამთრა რა. ეხლა გამოვიდა, გამძვინვარებულია, ძალიან გაბრასებულია ის. რასა უკაც. რა გიქაც იცი ბატონო ჩემო. სამი თვე კი არა. ამდენი წლებია სახში ვგდივარ უსამსახურე. კარგია. ჩემზე ბრაზილია გამხეცებული ვინ არის? რას უზავ ვიცი მაგდა? აი თუ გამოვიდა. როტაცია, თქვა цаრიელი ხალე. ბიჭო, ჩამოდი ქვემოთ. ჩამოდი ნუმარცხენ, ჩამოდი ქვემოთ. ჩამოდი ბიჭო, ნუმარცხენ, ჩამოდი მე თუ შეგეუბნები. არა. ლიკას გულის მოსაგებად და მოსანადირებლად არ მივლია ამდენი რა დათვის მოსანადირებლად რატო უნდა ვიარო. ანეს ქრისტეფორე კოლუმბი რატო შემხვდა სიმამრად ვერ გავიგე. ბატონო მახს, ხო არ დაგვესვენა 2 წუთით. შაი, ყოლიკა, ხო არ დაიღალე? არა, რა დავიღალე. უბრალოდ რა ფორას ვაძლევ დათვს. ესე ადვილად მიღწეული არაფერი არ მიყვარს, ხო ვიცით? ლიკა მეუნებოდა დარჩი სახშიო. დამეჯერებინა ვდებულიყავი რა სახში რა. ისე რა არის, იცი? ცოტაც მოიჩმინე. სულ ცოტას. იმხელა დათვს მოგაკლებინებ. ერთი თვე ვერ შეჭავ. ნუგზარი თუ არ შემოვიდა, ჩვენთან 2 თვე გვეყოფა, 2. ისე ერთ დღეში მოუღებს ბოლოს მაგ ხუთს. ეგესო ართალია. ამ გახსენებაზე ეს ნუგზარი რატო არ წამოვიდა? დაჩირო არ აგრეოდა. რა მაგარია ბუნება ისე. ნახე ბიჭო, ნახე. ნახე სიო როგორ არხეს ფოთლებს. ჩვენ კიდე ადამიანები ამ ყველაფერს ვანადგურებთ. ცხოველებს კლავთ, შვილებს ობლად უტოვებთ. ეს ვაჟა-ფშაველა ჩვენთან ერთად რატოა სანადირეთ ხო არ მეწყვეტ. წამო. ესენი გამოცდილი მონადირეები არიან. ერთი სული აქვთ ეხლა. დათვს როდის იპოვნიან? წამოდი. ისე
ამდენი მეგობარი და ახლობელი ყავთ კაცო. ერთი მაკლერი მონადირე როგორ არა ყავთ, ჰა? პირდაპირ ბუნაკთან რომ მივეყვანეთ რა. არა, კარგი იქნებოდა რომ ბუნაკში დათვი არ ყოფილიყო, რომ აგე რევანჩიკა თემზამთან ძილში გაატარებდა. დედა მოკლა. ჟუტულობ ამ ხელაკაცს, გაადგი მიდი ფეხი ხალხი გველოდება. აუ! სიგარეტი დამჩა, უნდა მიბრუნდე მანქანაში. სად უნდა მიბრუნდე? მაქვს მე სიგარეტი. მე ხო ლაიტს ვეწევი. ლაითი მაქვს ზუსტად. მსხვილი არ მიყვარს. ხო და წვრილი მაქვს. ლოთიანა ჯიხური ხო არა გაქვს ჩადგმული. არ იცოდი? სიგარეტს და ხორცს ვყიდი, ამდენი ხანია. აუ, მოუკვდი აღარ შემიძლია რა. მე მგონი დათვია. დათვი არა, კოდალა. ეს ბოდალა. აბა რა ხმა იყო ლევანჩიკა? მთელი დღე არაფერი არ მჭამია, ჩემი მუცლის ხმა იყო ეს. ბიჭო, ცეცხლი ხო არ დაგვეთო, ა? ხოდა. რა რატო ისე არ მოდის და გასათბობად მაინც მოვა? ბიჭო, ხო არ იცი შენ დათმა საიდან იცის მოსვლა, მარცხნიდან თუ მარჯვნიდან? მაინც მზად რო ვიყოთ რა. თავარია უკნიდან არ მოვიდეს, უკნიდან. დანარჩენი საიდანაც გინდა მოვიდეს. ვაიმე მე. რა იყო ბიჭო რა? ადამიტრია დაგული. ესე ვარ დააქვს. სად ბრძანდებოდით ბატონო მალხას? ხვალჩი. შორს არის? არა. აი პირველ მაქსიმუმ მეორე ხესთან მარცხნივ. ერაფერი ვერ გავიგერა. ბაუფსი გასო, ბაუფსი. ხო. ისე შერო გიყურებ, აღარ მჭირდება მე მგონი ტუალეტი. ხო. ხო მახო. კარგი, ხო. რა? არა მაქვს ნიკასთვის კარგი ამბავი არაო. რატო? რატო და დათვი ვნახეთო. ხო და თქვენსკენ გამოვშვით, მზად იყავით. ღმერთო შენ მიშვენე და გადმომხედე, ღმერთო შენ მიშვენე და გადმომხედე, ღმერთო შენ დეზდემონა. რა საკითხი? თუ შენ ძახლის. დეზდემონა ძილის წინ ლოცულობდა, მე სიკვდილის წინ. ღმერთო შენ მიშვენე და გადმომხედე. აბა ყურადღებით იყავით. ხმას რო გაიგონებთ. აი იქიდან უნდა გამოვიდეს და ეგრევე დაუშვით. ეგრევე. შორს მხედველი ვარ და ვიფიქრე. იყავი შენ აქ დაცვს გავწევთ უკან და კარგად დაინახავ. აი ეს რა არის? ეგ არა, მაგას არის რო. ეგ მაშკა დათვის მეგობარი. აბა ყურადღებით იყავით, ფრთხილად იყავით. დატენილი ხო გაკ? კი, ოღონდ მანქანაში დავტოვი, აქ არ იჭერდა. რა დავარ? ჯერ ეს რო გავაგონოთ არა? ჩემს შულს რა უთხრა თორე. აბა ყურადღებით, ყურადღებით. ფრთხილად, ფრთხილად. რა საკეთებ კაცო რა? ვაი მე კარგად ბიჭო, გამოგიება იცის. ფრთხილად, ფრთხილად. ცხელია როგორ ვიშროლო? სად არის დათვი? მოიცა შენ იყავი. სად მიდიხარ? მე ვნახავ და მოვალ. დაწეკი ლევანჩიკა. რას რო დავტეხეთ, ჰა? უეჭველად გავარტყი. გაარტყი არა ის. ბრმატყვია მიმსხვერპლა ვერ დაინახე. გეუნები. რა ხდება ბატონო მახას? იყო ჩაღანიკამ. რას გეუნებოდი მე, ჰა? გაარტყა. გაარტყა. საწყალ ძაღლს ფეხში. დათვი გაიქცა. სასტრაფოს დაუძახებს ალბათ. დადეკით. კარგი მაღაზია ვიცი. წავედი. ხორცი ვიყიდოთ. ხო. აუ რა თმინდა მაგის ხორცი რა. ოღონდ ცოცხალი მოვიდეს და საერთოდ არ შევჭამ ამ ხორცს. სალათებზე ვიქნები მარტო. მაინც მოვიმატე წონაში. უი! მოვიდა ჩემი მონადირე. ოჰოჰო, ძიმეთ სუნთქავს, მაგრამ ცოცხალია. კარგი, გადმოგირეკავ მერე. მოიცა, მე შენ მწყერზე სანადიროდ გაგიშვი? ეს რა არის? მომიყევი ხა რა მოხდა?
აუ, კაი რა, ძალიან დაღლილი ვარ რა. ჯერ ვიარეთ რაღაცა უამრავი დრო, მივედით როგორც იქნა რა. ხო. მერე მივედით ტყესთან რა. მერე მამაშენმა ნახა თუ ვიღაც თავის მეგობრები რა. მერე გამოვიცვალეთ, რო გამოვიცვალეთ. ნიკა, დათვი მოკალით. შენ თავში თუ არ მოისმინე, ბოლოში როგორ გაიგებ რა ხდება რა. მე მგონი გავიგე ყველაფერი მივხვდი რაც მოხდა. ისროლე? ვისროლეთ კი არა, ვერ ხედავ ფეხში გავარტყით ეგრევე რა. იმდენი ვისროლეთ რა გითხრა. მოიცა სერიოზულად? აბა, შენ სიცოცხლეს ფიცავარ, გეუბნები რა. ვაიმე, და დათვი მოკალით? აუ, ისეთი დააყარა მამაშენმა, მთელი ტყუები დააცალა ზედ. ეგ კი არა შემეშიდა მეთქი, მეც არ მომაყოლოს მეთქი რა. მაგას გაუშვებდა ხელიდან. საწყალი დათვი. ისე მამაჩემს რა გაუხარდება და წარმომიდგენია. მოდი მიულოცოთ. არ გინდა კაცო, არ გინდა. რატო? თავიდან კი გაუხარდა, მაგრამ მე გაგიზდა კაცო საერთოდ იფიცებოდა და ეგინებოდა, არ უნდა წარმოსულიყავით, ეთყობა ასაკში რა, მაინც რაღაცა ელისქნა. ხო, კაი, არა უშავს გაულის. ისა დავიჯერო ჩემმა მონადირე ქმარმა ერთი ფოტო ვერ გადაიღო მის ნანადირებთან. ერთი კი არა, 1-20 გადავიღე. აუ, გეხაწები მონახე რა. წავშალე კაც. რა წაშალე, ნიკა? ნო, იმიტომ რომ დათვი უკეთესად იყო ფოტოზე კაცო გამოშვილი. ხო იცი მე არა ვარ კაი ფოტოგენური. კარგი რა, დათვის ფოტო მაინტერესებდა. კაცო, დათვის რა თუ გაინტერესებდა ინტერნეტში ნახე რა პრობლემაა. კარგი რა, მალაპარაკებ დაღლილი მაყინაც რა. ნიკა. შეგეშინდა? ეხლა თავიდან კი შემეშინდა ცოტა, მაგრამ ჩავიფსი და მე ერთიანად მომიშვა რა. ვინე, გაიხადე, უნდა გავრეცხო რა. აუ, მე გამხდელი არა ვარ არაფერზე, ჩემენა თუ გარეცავი ხა ამას რა. მე ამას ვერ მოკიდებ ხელს ახლა. ვაიმე ყველაფერი. ნიკა. ისე ძალიან დიდი მაცივარი უნდა ვიყიდოთ, დიდი. გათვინე დიდი მაცივარი. მე ამდენი ხორცი სად უნდა წავიღოთ? ხო გავაფუჭებთ ნიკა. დაურეკე მე შენ დაკარებს და დაურეკე ცოტა რა. შენც უნდა იყო მაშინ. მე რატომ ვითო რა უცლებელია. ვაიმე ნიკა, ხო იცი რომ გადმოცემის უნარი არ მაქვს კარგი. ხო შენ უფრო კარგად და შთამბეჭდავად მოყვები, როგორ შერკინე დათვს. ვინ არის ჩემი ცხოველთა რისხვა ვინ არის? ჩემი მაუგლი და ჩემი ტარზანი ვინ არის მითხრას? მე რას კითხულობ ტარზან? რაღაცა ნადირობის ამბებია. ფრთხილად იყავი შენ. ნადირობაზე იცვლება კანონები და კაი, აღარ წავალ. რა აღარ წახვალ? იცი რამდენი წელია მაგაზე? კარგი რა. ადამიანებს ესხმიან თავს და ორთოში გარეთ აგდებენ და ეხა ძაღლის გამო ვირავ. ვაიმე ნიკა. ძაღლი მოკალი ნიკა? არა კაცო, რა ძაღლი მოვკალი ერთი და. ჩემი თავი დაიფიცა ეხლა. შენ თავს ფიცა ვარ, არ ამგონია რომ მომკვდარიყო, იმიტომ რომ მოხდა ფეხში და ხო არის რომ ძაღლი ყოჭლობი თუ არ მოკვდება, ეს თემაა რა მად. ანუ ესე იგი შენ დათვი არ მოგიკლავს? სად ნახე გოგო დათვი? და საერთოდ დათვი თუ არის თვითონ დათვი თავმოყარე რა უნდა ჩვენ ქვეყანაში? არ გაჩერდება წავალი. აბა ჩვენ მაცივარში თავმოყარე დათვის ხორცი არ არის, რისი ხორცია გამაგებინე? ზაქის დათვის იყო ძვირი. აი მე კიდე კარგი არ შევჭამე რა. უიმე ძალიან არ გაგეგო ეხა შენ ზაქის ხორცი ჭამე. კამეჩის დათვის თუ დათვზე გამახსენ და გამიწიეთ დათური სამსახური და ეჩიკა წყარი დამალევინე რა. მე უფრო კარგი რაღაც გამახსენ და დათვზე. აბსოლუტურად მართალი ხარ კაცო. აბა ძილი ნიკა, ღრმა ძილი. და საერთოდ რო ამბობენ ყველა მონადირე ერთნაირიაო მართალი ყოფილა რა. მაგას ამბობენ კაცებზე რა სხვათა შორის. ყველა კაცი ერთნაირიაო. და ყველა კაცი თუ ერთნაირი, ესე იგი მართალი ხარ შენ კაცო მონადირეებზეც ჯდება რა ჩაული. რა მინდოდა რა მინდოდა.